ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით, ისევ ზუგდიდი და ისევ დადიანების სასახლეები. ამჯერადად შევეცდებით განსაკუთრებული საშობაო განწყობა შეგიქმნათ. თუმცა წლევანდელი მეჯლისი ყველა წინამორბედისგან განსხვავებული იქნება. წელს ჩვენ კინომუსიკის სამყაროში ვიმოგზაურებთ. კინო ხომ ხელოვნების ის საოცარი დარგია, რომელიც მე-20 საუკუნეში წარმოიქმნა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა. ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნების, მუსიკის ეს ზღაპრული სინთეზი ქართულმა ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა. ამიტომაც ქართული კინო თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისმა საუკეთესო ქმნილებებმა მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. თქვენ ახლა ეკრანებზე უნიკალურ ექსპონატს დაინახავთ. ეს კინოსკოპი მოძრავი გამოსახულების წარმოდგენის ერთ-ერთი ადრეული აპარატი. აი სწორედ ამ აპარატის საშუალებით დადიანები საქართველოში ერთ-ერთი პირველები კინოს დაბადებას უცხებენ. When I was young, I never needed anyone. And making love was just for fun. Those days are gone. Living alone, I think of all the friends I've known. But when I dial the telephone, nobody's home.
feel so insecure, and love so distant and obscure remains the cure. When I was young, I never needed anyone, and making love was just for fun. Those days are gone. All by myself, don't wanna be all by myself anymore. წლის 28 დეკემბერს ლიონელმა ძმებმა ლუი და აუგუსტ ლუმიერებმა პარიზში კაპუცინების ბულვარზე გრან კაფეში გამართეს პირველი მსოფლიოში პირველი საჯარო ასიანი კინოჩვენება გაცოცხლებული ფოტოგრაფია. დილიდან ცნობის მოყარე ადამიანებმა მოიყარეს თავი კაფეს წინ, მათ აინტერესებდათ საუკუნის უდიდესი სენსაციის ხილვა. კაფე ვერ იტოვებდა მაყურებელს. დაიჩაქრა შუქი და უცებ კედელზე თეთრი ტილოს სიღრმიდან წამოვიდა დიდი სისწრაფით მატარებელი. შეშინებული ადამიანები კარისკენ გარბოდნენ. მაგრამ აღმოჩნდნენ ამ მამაცი ადამიანებიც, რომლებმაც მოინდომეს აი სწორედ ამ ტილოს უკან მოეძებნათ მატარებელი. სუნთქვა შეკრული, გაოცებული და გაფართოებული თვალებით უცქერდნენ ეკრანზე მოძრავ ადამიანებს. სეანსი რამდენიმე ერთწუთიანი სიუჟეტისაგან შედგებოდა, რომელიც 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები გახდათ კედელი, მატარებლის შემოსვლა ლასიოტასში, მუშათა გამოსვლა და გაწუწული მებაღე. ამ სანახაობამ მეტად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელს. კინოხელოვნებამ კაცობრიობის ისტორიაში დასამკვიდრებლად პირველივე ნაბიჯი თავიდანვე შთაბეჭდილად გადაწყვეტა. Goriti mo barina da moranina me shoshani me goda moranina sada sagargi gona khe moranina
სულ მალე ლუმიერების სინემატოგრაფმა საქართველომდეც მოაღწია. 1896 წლის გაზეთი ცნობის ფურცელი იუწყებოდა, რომ 16 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში აჩვენებდნენ განთქმულს მთელს ევროპაში სინემატოგრაფს, ცხოველ ფოტოგრაფიულ სურათებს ლუმიერისა. სეანსი ერთ დღეს მიმდინარეობდა. სინემატოგრაფი ასევე უჩვენეს ნიკიტინის ცირკში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. Parla più piano e nessuno sentirà il nostro amore, lo viviamo io e te. Nessuno sa la verità, neppure il cielo che si guarda da lassù. Parla più piano e nessuno sentirà il nostro amore, lo viviamo io e te. Nessuno sa la verità, neppure il cielo che si guarda da lassù. Insieme a te io resterò, amore mio, sempre così. Nessuno sa la verità, neppure il cielo che si guarda da lassù. Insieme a te io resterò, amore mio, sempre così. Parla più piano, vieni più vicino a me. Voglio sentire occhi miei dentro di te. Nessuno sa la verità. È grande amore, è mai più grande esiste.
ცხოველ სურათებად ინთებოდა ახლად დაბადებული კინო ჩაბნელებულ დარბაზში და თუმცა მაშინ მცირე იყო სიცოცხლე და კიდევ უფრო ნაკლები ხელოვნება, მაინც გაუჩნდნენ თაყვანის მცემლები. საქართველოში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ათვალწუნებული უყურებდნენ და კიცხავდნენ კინოს. ერთი ცნობილი ხელოვანი მაშინ ამბობდა, თავის დღეში ვერ შეურიგდებითო პოეტები კინოს ხელოვნებად აღიარებას. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც კინო თამამად მკვიდრდებოდა და მას მე-20 საუკუნის სასწაულს უწოდებდა. წელს ფოტოგრაფა დავით იმველაშვილმა შვილთან ალექსანდრესთან ერთად საზღვარგეთთან ჩამოიტანა უცნაური მოწყობილობა ლატერნა მაგი, რომელიც სლაიდების მეშვეობით მოძრავ გამოსახულებას აჩვენებდა. შემდეგ ისინი სხვადასხვა დაწესებულებაში საზოგადოებას მოძრავ ფოტოებს უჩვენებდნენ, მათ შორის იყო ილუსტრაციები ვეფხის ტყაოსთან. იმველაშვილებმა ჯონ მორისის ფსევდონიმით და თავიანთი შედგენილი პროგრამით მთელი საქართველო მოიარეს.
როცა ქართულ კინოზე ვსაუბრობთ, წარმოუდგენელია არ ვახსენოთ ვასილ ამაშუკელი. კინოხელოვნებით ის ჯერ კიდევ 1903-1904 წლებში დაინტერესდა და კინომექანიკოსის პროფესიას დაეუფლა. 1908 წლიდან მან თავად დაიწყო კინოგატაღება. 1912 წლის ივლისში პრესაში გამოქვეყნდა, რომ გოსანი აკაკი წერეთელი საიუბილეოდ მიწვეული იყო რაჭა-ლეჩხუმში და დიდი სამზადისი მიმდინარეობდა. ვასილ ამაშუკელმა საიუბილეო კომიტეტს წინადადებით მიმართა, რომ ამ ისტორიულ ამბავს ფირზე გადაიღებდა. ქუთაისის ქუჩებში დილიდან ტევა არ იყო. ქალი, კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა ყველა გრანდ ოტელისკენ მიეშურებოდა, რადგან ქართველი ხალხის საყვარელი პოეტი აკაკი წერეთელი იყო ჩამობრძანებული. ამაშუკელის მიერ დაწერილ მოგონებებში ვკითხულობთ, რომ გადაღებისას აკაკი თავისი გადაღებით კი არ იყო დაინტერესებული, არამედ იმ მომენტების ასახვით, რომლებიც მის საპატივცემულოდ საზეიმოდ გამართულ შეხვედრებისას ხდებოდა ამა თუ იმ სოფელში. მაგალითად, ნიკორწმინდა, როსტომერის თავის ციხის ნანგრევები, ფერხული და ასეთი უამრავი. როგორც აღმოჩნდა, აკაკი წერეთლის მითითებით არის გადაღებული უამრავი რამ ამაშუკელის ფილმში. აი ეს კარგად გადაიღე ყმაწვილო, უთქვამს აივანზე გადმოდგარ მგოსანს და ქვემოთ მინდორზე მოხუცების ფერხულზე მიუთითებია. ეს ძველებური ხალხური ცეკვაა და მომავალს გამოადგება. ხოლო როცა ეკრანზე უნახავს მისი მითითებით გადაღებული კადრები, აღფრთოვანებულს უთქვამს, მადლობთ ყმაწვილო, ამით განსაკუთრებით გამახარეთ.
potresti avere un'idea di ciò che sento io quando mi abbracci forte a te e petto a petto noi respiriamo insieme. Protagonista del tuo amor, non so se sia magia o realtà. Se tu fossi nella mia anima un giorno, sapresti cosa sento in me, che mi innamorai da quell'istante insieme a te, e ciò che provo è solamente amore. Da quell'istante insieme a te, e ciò che provo è solamente აკაკი წერეთელმა მოგზაურობის განმავლობაში რაჭისა და ლეჩხუმის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი მოინახულა და დაბრუნდა ქუთაისში. ქართველი ხალხის კულტურის ისტორიაში ამ ღონისძიებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა იმდროინდელი პრესის ფურცლებზე, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ფილმის შესახებ დაიწერა არაერთი ლექსი, ნარკვევი, წერილი. ასევე გადაღებული იყო უამრავი ფოტოსურათი, სადაც აღბეჭდილი იყო აკაკი წერეთლის მოგზაურობა და ასევე რიგი საინტერესო და დასამახსოვრებელი ადგილებისა. თუმცა აკაკი წერეთლის ამ მოგზაურობაში ყველაზე განსაკუთრებული როლი მაინც კინემატოგრაფიას უჭირავს. ვასილ ამაშუკელმა თავისი დიდი შრომის შედეგად უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული კინემატოგრაფიის ჩამოყალიბებაში. ის იხსენებდა: ბედმა მარგუნა ეს ნაკისრი ვალდებულება შემესრულებინა და მომავალ კაცობრიობას შემოვუნახე გოსნის საიუბილეო მოგზაურობის მთელი პროცესი და რაც მთავარია, ცოცხალი მოძრავი აკაკი.
როგორც სამეგრელო, ასევე ქართული კინო ვალერიან გუნიას გარეშე წარმოუდგენელია. დიდი ქართველი კრიტიკოსი, დრამატურგი, მსახიობი და რეჟისორი კინოხელოვნების სფეროში მივიდა მაშინ, როდესაც კინოს საზოგადოების დიდი ნაწილი ხელოვნებად არ აღიქვამდა. გუნია იგონებდა, გაიძახოდნენ რა სისულელეა ითამაშოს სინემატოგრაფში. ვალერიანისთვის ფილმების პირველი ნახვისთანავე გასაგები იყო კინოს მნიშვნელობა და ამიტომაც მისი შემოქმედების დიდი ნაწილი კინემატოგრაფს მიუძღვნა. დიდმა მსახიობმა 8 ფილმში მიიღო მონაწილეობა. როგორ იყო ვალერიან გუნიას მიერ კინოხელოვნებისადმი გაგება და სიყვარული, ნათელი ხდება მისი ჩანაწერების წაკითხვისთანავე. მე მტკიცედ ვიდექი ჩემს სიტყვაზე. ჯერ ერთი ძლიერ მაინტერესებდა თვით სინემატოგრაფის ტექნიკა და საზოგადოდ მისი წარმოების საქმე და მერე ჩემი თავის ხილვა ეკრანზე წერს მოგონებებში მსახიობი. Jamais vivre sans toi, je ne pourrais pas, mais pars pas j'amoureux, un instant sans toi, et je ne sentais pas, oh mon amour, ne me quitte pas. Mon amour, je t'attendrai toute ma vie. Près de moi, et je ne t'en supplie. J'ai besoin de toi, je veux vivre pour toi. Oh mon amour, ne me quitte Mon amour, je t'attendrai toute ma vie. Près de moi, et je ne t'en supplie. J'ai besoin de toi, je veux vivre pour toi. Oh mon amour, ne me quitte pas. Mon amour, je t'attendrai toute ma vie. Près de moi, et je ne t'en supplie. J'ai besoin
იოსებ იმედაშვილი ნახევარსაუკუნეზე მეთხანს ემსახურებოდა ქართულ კულტურას. ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, თვით ღარიბი, მაგრამ ყურმახვილი დარაჯი, ყველა გაჭირვებული საზოგადო მოღვაწისა. ასე ახასიათებენ მას თანამედროვენი. კინემატოგრაფმა მთელი მოწინავე კაცობრიობის სული დაიფლა და ხელოვნების ასპარეზზე თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა. წერდა იოსებ იმედაშვილის ჟურნალ თეატრსა და ცხოვრებაში. ეს ის დროა, როდესაც ახლად ფეხადმულ კინემატოგრაფს ამრეზად უყურებდნენ მრავალსაუკუნოვანი ხელოვნების წარმომადგენლები. როდესაც ისინი გაშმაგებით ებრძოდნენ კინოს და სრულიად უპერსპექტივო ტექნიკურ გამოგონებას თვლიდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, კინო თანდათან ფეხს იკიდებდა და მკვიდრდებოდა. კინოსადმი ინტერესი ჩერდნენ არა მარტო კომერციით დაინტერესებული პირები, არამედ კინოს საზოგადოებრივ მნიშვნელობას, მის მომავალს იმდროინდელი პროგრესული საზოგადოების ნაწილიც ჭრედდა. კინო თანდათან თეატრის, რეჟისორების, მწერლების, მსახიობების, მხატვრების, ინტელიგენციის საზრუნავი და მათი ყურადღების საგანი გახდა. ეროვნული კინოს შექმნის საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშა დიდმა ქართველმა მწერალმა და რეჟისორმა შალვა დადიანმა.
ალექსანდრე წუწუნავა ქართული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. 1918 წელს მან გერმანე გოგიტიძესთან ერთად გადაიღო ქართული მხატვრული ფილმი ქრისტინე. ქრისტინეს ფილმად ქცევის ამბავს გერმანე გოგიტიძე გვიამბობს. ეს იყო 1915 წელი. ერთხელ ოზურგეთში ჩემივე სახსრებით აშენებულ კინოთეატრში, რომელსაც ილუზიონს ვეძახდი, ისტორიული ფილმი ვიხილე. ფილმში ნაჩვენები იყო იტალიის ხალხთა ცხოვრება და მოგონება. სწორედ მაშინ მომივიდა აზრი, რატომ არ შეიძლებოდა ჩვენს გადაგვეღო მსგავსი ფილმი. ჩემი პატარა საქართველო თავისი მშვენებით და სილამაზით რით ჩამოუვარდებოდა იტალიას. და მე გადავწყვიტე, მაშინვე შევდგომოდი ფილმზე მუშაობას და გადამეღო ქართული ფილმი ქრისტინე. გოგიტიძემ იდეის განსახორციელებლად თეატრის რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა მიიწვია. ქრისტინე ეს იყო პირველი და უკანასკნელი ქართული მხატვრული ფილმი დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ისტორიაში. ქრისტინეს მალე 4 ფილმი მოჰყვა, რომლებმაც ქართული ისტორიის დიდი ტრადიციების შექმნა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფილმი ვინ არის დამნაშავე. აქ მთავარ როლს დიდებული მსახიობი ნატო ვაჩნაძე ასრულებდა. ვაჩნაძის კინომსახიობად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი სწორედ ალექსანდრე წუწუნავას მიუძღვის. წელს წარმოშობით იტალიელი რეჟისორი ივანე პერესტიანი იღებს ფილმს არსენა ჯორჯიაშვილი. ეს ფილმი შემდეგ უკვე ისტორიაში ჩაიწერება როგორც პირველი ქართული საბჭოთა ფილმი. თეატრის მსახიობი ვიყავი სახალხო თეატრის, როდესაც თეატრში მოვიდა კინორეჟისორი. ის კინოსტუდიას წარმოადგენდა და გვითხრა, რომ ჩაფიქრებული ჰქონდა არსენა ჯორჯიაშვილის გადაღება. ეძებდა მთავარი როლის შემსრულებელ გმირს და სწორედ მე დამიძახა ამ როლზე. გადამიღო. მე ისე შემიყვარდა კინემატოგრაფი, რომ შემდეგ კინო მთელი ჩემი ცხოვრება გახდა. აი ამ სიტყვებს მოგვიანებით თავის მემუარებში გაიხსენებს მიხეილ ჭიაურელი. რეალურად არსენა ჯორჯიაშვილი გახდა ისეთი გმირი და ისეთი კინოსახე, რომელმაც საფუძველი დაუდო შემდგომში უკვე მთელ საბჭოთა კინოში არსებულ გმირის სახეს. გმირი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, გმირი, რომელიც იბრძვის ცარიზმის წინააღმდეგ, გმირი, რომელიც ამხელს ძველ მძიმე წლებს და სამეფო ჯალათების თარეშს, ასე ვთქვათ. არსენა ჯორჯიაშვილმა ნამდვილად შეასრულა თავისთვის დაკისრებული მისია და მან მოახერხა, რომ მაყურებელს შეზიზღებოდა და სიძულვილით აღწილიყო წარსული წლების მიმართ და რაც მთავარია, მაყურებელს ჩასახლოდა მომავლის იმედი.
ქართულ კინოზე საუბარი ნატო ვაჩნაძის გარეშე წარმოუდგენელია. კინოხელოვნებას აქვს თვისება. თუ კი ერთხელ მაინც ეზიარე, მარცხიც რომ განიცადო, თავს ვეღარ დააღწევ და ეს სიტყვები ნატო ვაჩნაძეს ეკუთვნის. ერთ დღეს რეჟისორი შაქრო ბერიშვილი ისააკ შიხმანის ფოტოებში წააწყდა ახალგაზრდა ქალის პორტრეტს, რომელიც 20 წლისაც არ იქნებოდა. მაშინვე გამოართვა ფოტოგრაფს მისი მისამართი და კახეთში გაემგზავრა. კითხვა-კითხვით მოძებნა ანდრონიკაშვილების ოჯახი. ხალხში ხმა გავარდა. ამბობდნენ, რომ შარშან თბილისში გამართულ ჯირითზე ნახეს ნატო ვაჩნაძეო. ზოგიც ამბობდა, რომ ერთი ცნობილი ფოტოგრაფის ვიტრინაში ახლაც დევს მისი პორტრეტი. ნახეს და მოიხიბლნენ ქართული კინოს მსახურნი. შემდეგ ის ალაზნის ველზე იპოვეს, ამომავალი ვარსკვლავი და ქართული კინოს მანათობელი. სახელი, რომელიც მომავალში ლეგენდად იქცა და ეს ქალბატონი იყო ნატო ვაჩნაძე. ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის მამის მკვლელში ნუნუს სახე პირველი როლი იყო ნატო ვაჩნაძესათვის. ამ პირველმა როლმა მას ეკრანზე გამოსვლისთანავე საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. პირველ გამარჯვებას მეორე მოჰყვა. შემდეგ იყო არსენა, მოძღვარი. მალე განთქმულმა რეჟისორმა ივანე პერესტიანმა ნატოს ფილმ სამ სიცოცხლეში ესმას როლი შესთავაზა. 1927 წელს ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი გიული. შიო არაგვის-პირელის მოთხრობის მიხედვით. სწორედ აქ გადაიკვეთა ახალგაზრდა პოეტის და დამწყები რეჟისორის ნიკოლოზ შენგელაიას და ნატო ვაჩნაძეს ბედი.
როგორ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს თანამედროვე მაყურებლების უმრავლესობას ალბათ არც კი უნახავს ფილმები ნატო ვაჩნაძის შესრულებით. მაგრამ მისი სახელი ყოველთვის ყველამ იცოდა და ეხლაც იცის. ესევე უცნაური და საბედისწერო იყო მოსკოვი-თბილისის რეისზე შეძენილი ბილეთიც. ისიც საბედისწერო იყო, რომ შვილმა ელდარმა ცხოვრებაში პირველად არ დააგვიანა და აღარაკიდან მოსკოვში დროულად ჩავიდა დედის გასაცილებლად. სხვა შემთხვევაში ნატო აპირებდა გადადებას. ისიც უცნაური დამთხოვა იყო, რომ ნატოს თვითმფრინავი, რომელსაც თბილისში უნდა ჩამოეყვანა, მისი მეუღლის ნიკოლო შენგელაიას სოფელ ობუჯის თავზე აფეთქდა. ვარსკვლავები არ კვდებიან, ვარსკვლავები ქრებიან მხოლოდ. ნატო ვაჩნაძის ცხოვრება ამის საუკეთესო დასტურია. Is this the little girl I carried? Is this the little boy at play? I don't remember growing older. When did when did she get to be so beautiful? When did he grow to be so tall? Wasn't it yesterday when they were small? Sunrise, sunset, sunrise, sunset, swiftly flow the days. Sweet winds turn overnight to sunflower, blossoming even as we gaze. Now is the little boy a bridegroom? Now is the little girl a bride? Oh, soon the full circle will have come to pass. Sunrise, sunset, sunrise, sunset, swiftly fly the days. Seedlings turn overnight to sunflowers, blossoming even as we gaze. Sunrise, sunset, sunrise, sunset, swiftly fly the years. One season following another, laden with happiness and tears. დღევანდელი მეჯლისი ნატო ვაჩნაძეზე საუბრით გვინდა დავამთავროთ. ეს ის ქალბატონია, რომელმაც უდიდესი ეპოქა დაასრულა ქართულ კინემატოგრაფში. მანვე შექმნა ქართველი ქალის სილამაზის სახე და ბევრ ლეგენდას დაუდო სათავე. ნატო ვაჩნაძის შემდეგ არანაკლებ საინტერესო ეპოქა იწყება ქართულ კინოში, თუმცა ეს მომავალი თხრობისა იყოს. შემდეგ მეჯლისებზე. აქვე მადლობა მინდა, ტრადიციული მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს ამ დღესასწაულის მხარდაჭერისთვის, რომელიც ყოველწლიურად აქ დადიანების სასახლეში იმართება. და რა თქმა უნდა, მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს ყოველ წელს იმისთვის, რომ ეს დღესასწაული იხილოთ. ახლა კი ისურვებთ მშვიდობას, ერთიან
ძლიერ საქართველოში.